მოგესალმებით. ეთერშია საინფორმაციო პროგრამა ფაქტი. სტუდიაში თქვენთვის გიორგი დოლიძე იმუშავებს. უკვე მრავალი წელია ლაითურელთა მოუგვარებელ საკითხად წყლის პრობლემა რჩება. რუბრიკის დავუსვი შეკითხვა ხელისუფლებას ფარგლებში რეპორტაჟ ლაითურიდან გთავაზობთ. რამდენიმე ათეული წლის წინ ლაითური გურიის რეგიონის ერთ-ერთ ძლიერ დაბად ითვლებოდა. ამის გარანტი კი ჩაის კულტურა გახდათ, რომელიც ლაითურელთა მატერიალურ კეთილდღეობას უზრუნველყოფდა. დღეს სურათი მნიშვნელოვნად შეცვლილია. გამომდინარე იქიდან, რომ ლაითურელთა დიდი უმრავლესობა კორპუსებში ცხოვრობს, სამეურნეო დანიშნულების მიწა მცირე რაოდენობით აქვთ, რაც საარსებო მინიმუმს ვერ უზრუნველყოფს. მაშინ, როცა აქ დაუმუშავებელი მიწის ფართობები ძალიან დიდია. იყო გიგანტი მეურნეობა. აქ იყო ისეთი პლანტაციები და იქ იყო, ესე იგი, მთელი რაიონის მასშტაბით 10% იყო და რესპუბლიკის მასშტაბით 2% ამის შემოსავალი. ლაითურის შემოსავალი და მილიონიერი მეურნეობა იყო. ხოდა წაგვართვეს ბიწებიც, ყველაფერი და ვინცხებმა გეოპლანტია თუ რაც ხან იყიდეს, იგერმა არც ხალხს ამუშავებენ, არასდევენ ამ მიწას. არც თვითონ ამუშავებენ, რომ დაასაქმეს ეს ხალხი. ამდენი მიწა ტყუილაა გაჩერებული. არავინ არაფერს არ ამუშავებს. რომ დაამუშავო ხალხმა ეშინია რომ დაამუშავო მაგალითად და რაღაცა გავაშენო, ვინმე არ წამართვეს. არანაირი შემოსავალი წყარო ჩვენ არ გვაქვს. არც მანდარინის ბაღი, არც თხილის ბაღი, არაფერი ჩვენ არ გვაქვს, შვილებს ვიწავარ. ჰაერზე ვცხოვრობ, წარმოგიდგენია. ლაითურის აქილევსის ქუსლი უკვე რამდენი წელია წყალი გახლავთ. ასეთი ჭები ლაითურში მცირე რაოდენობითაა, მაგრამ გაზაფხულის მოახლოებისთანავე ისინიც დაშრობას იწყებენ და მთელი ლაითური წყლის გარეშე რჩება. ყველა პრობლემაზე დავხუჭავთ თვალს, ოღონდაც ცენტრალური წყალგაყვანილობის სისტემა იყოსო, ამბობენ და ხელისუფლებას ამ საკითხის მოგვარებას უკვე მე რამდენად სთხოვენ. ჭაში წყალი აღარ რჩება. წყაროზე წყალი აღარ რჩება. ღელეებიდან მოგვაქვს ვლევთ დაში. ჭა მოგვიღოს სოქუთათელაძის დროში ამოიღეს რაც ხარჩევნების დრო იყო ამოიღეს ჭები, მაგრამ ზაფხულობით ჩრება ის წყალი. წყლის დიდი პრობლემა გვაქვს ძალიან. ჭები გაგვიკეთეს, მაგრამ ჭარას კი შველეს. წყალი გვინდა. არ გვაქვს. თავარი წყალია თუ არა, არც გზამი და შუქიც არ მექნებოდეს ნეტა, ოღონდ წყალი მომარდა შუქიცა და ყველაფერი. ზაფხულში რა ხდება? ზაფხულში შრება ჭები. სამი ბაღანა მყავს იქ ღელას ჩამაგ და მიქრეცხავ ტანის იქ ბაღნებს. არ არის, საერთოდ არა, ვედროს ვერ ამეიღებ, ერთ ვედროს. ერთი ჭაგი და ორი ბინა დამოკიდებული ამ ჭაზე და რამდენს კუც გაწვდება. ასე სადა ერთი ჭაი რომ ყოფნიდეს ერთ ოჯახს არ ყოფნის ერთი ჭაი. ამოდის 300 ლიტრი წყალი დღეში. და რაც ერთი თვის მერე უკვე საერთოდ აღარ ამოვა წყალი მანქანა, საერთოდ. ანუ გაზაფხულიდან უკვე იწყებს დაშრობა? დაშრობას აუცილებლად. აქაურთა შემოსავლის ძირითად წყაროს დღიური სამუშაო და თურქეთში სეზონური დასაქმება წარმოადგენს. თავადაც უკვირთ რითი გააქვთ ოჯახები წლიდან წლამდე. ხნავთ ესავს ესთვის მიწას. და რაც ხა ამინდა ვიცი ისეთი მიდის რომ ხან მოყავ, ხან ვერ მოყავს და ასე. და იძულებულია წავიდეს თურქეთში, გადავიდეს რაც ხა მცხას ემონოს. ორი კაბინი გააკეთოს და ოჯახი არჩინოს. მიდი და ნახეთი რანაირად მუშაობ და რა დღეში ვარ და მე იტან 3 თვის იმედა 9 თვე იცხოვრება ჩემი გოგო. და დღიური სამუშაო. ხო, არაფერი არ გვაქვს შვილებს გებცები, ესე იგი მაღაზიები დატენილია ვალით, წახვალ ზაფხულში მე იტან გედეხდი ვალს და ესა ჩვენი ცხოვრება. ლაფატკის მუშაობ რომ იმუშაო, ჩახვიდე ვინც ჩინელები თუ სამუშაოა, მთელი პარლამენტი უნდა შეაძახო რომ მიხვიდე ლაფატკის მუშაობს გამუშაონ კაცი. აი რაფერი აფერს ავიცი მე ასე ხალხი რაფერი ცხოვრობს. აქაურები უკმაყოფილონი არიან სოციალური დახმარებების განაწილების კუთხითაც. დაწერე და იყავი, არავინ არ მოგცემს არაფერს. რომ დავწერე სოციალურში რაღაცა იქნება მრავალშვილიანი ოჯახი, 4 შვილის პატრონი ვარ, ბაღნებს გეპიცები და იგი რა ქვია, ქულა რამდენი მომივიდა, იცი 105,000, გეგონება მილიონერი ვიყავი. ცხოვრობ ორ ოთახში. საოპერაციო ვარ და უნდა ვეხვეწო რომ რამენაირად ისეთი ქულა მომწეს რომ პოლუსი მოვიდეს. ითხოვენ საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაციასაც, რომელიც უკვე დიდი ხანია სავალალო მდგომარეობაშია. სახურავი გადახურული, მაგრამ კედლები დაიგენი არ ვარგა საერთოდ არაფრად. ტესტი, სინესტე, შით ბაღნებს ზამთარში ვერ გაათმობ საინფექციონო დგაშით. აკოჭკები დაიგენ, ჩამოყრილი. კარი რომ გახსნა, კლასის კარი შეიძლება ჩამოვარდეს, კარგად რომ მოგიდო ხელი. მძიმე სანახავია აქაური გზაც. მიუხედავად იმის, რომ ყოველ წელს რემონტდება, მცირედი შეკეთება პრობლემას მაინც ვერ წყვეტს. ჯერე მერიდა რომ მოვიდა აქედან ნარვიჟა რო გახვიდე, ნარვის მეურნეობიდან და საერთოდ ვერ გახვალ ზუგდიდში, მეგონი დღეს. იმფერი მდგომარეობა ლაითურის ზებზე. ოდნავ გაწვიმდება და თელი ლაითურის საფები ბათუმში დაწევიდეს, დაარტყა წურგი და ჩერეს ნატანები გევიდეს უნდა ურეგში და ურეგენდეს ბათუმში. წვიმაში აქედან ვერაც საერთოდ. ყველა წელიწად რემონტდება.
ყველა წელიწადს. მაგრამ ცუდად. ახლა ამ წელშიც იმაშოვია, მაგრამ ამას რაც არ უნდა ვარემონტოთ, ამას აქ თუ ასფალტი არ დაეგო, ამის გარემონტებას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ნუ ეს რა თქმა უნდა დროებითი ახლა აგერი ამკები რომაა ჩანს აქ იმაში აქ ხრეშ ჩავყრით იმ ბიზნეს რომ ჩვენ ახლა როცა შემოდგომამდე ან მაგარიმამდე სანამ ამიდი შეიძლებოდეს კარგად დავდივარ და მე ამიდი რომ იცლება იმის მერე რა თქმა უნდა დაიშლება და შეიძლება ისმე ყველა წელიწადს კეთდება აგი ყველა წელიწადს პრობლემების ნაირსახეობა მრავალფეროვანია მოსაგვარებლადაც რთული მაგრამ ადამიანის არსებობის პირველადი დანიშნულების მქონე წყლის საკითხი 21 საუკუნეში ალბათ გადაჭრილი უნდა იყოს. ახალი მემარჯვენეები პროექტ მემარჯვენეები ქართული სოფლისთვის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალის მოსახლეობა შეხვდა. დავით გამყრელიძე მოსახლეობას სოფლის განვითარებისა და გაძლიერებისთვის პარტიის ხედვა გააცნოდა, ადგილობრივების პრობლემები მოისმინა. მოსახლეობამ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისა და სასმელი წყლის საკითხები დააყენა. დავით გამყრელიძის განცხადებით, ყველა პირობა შეიქმნება იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში სოფლის მეურნეობა უფრო მეტად განვითარდეს. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში პარტიის წევრები საქართველოს მასშტაბით ყველა სოფელს მოივლიან. ჩვენ ვაგრძელებთ ამ კამპანიას ქართული სოფლისთვის, რომელიც გულისხმობს სოფელ სიარულს. მე ვცდილობ რომ საქართველოს პირველივე ეტაპზე საქართველოს ყველა რეგიონს ვესტუმრო, მაგრამ მთლიანობაში მაქვს ამის პრეტენზია რომ პრაქტიკულად ყველა სოფელს ჩავიდე, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია უშუალოდ შეხვდე და ხალხს ესაუბრო და მათგან მოისმინო ის გულისტკივილი, ის პრობლემები, რაც ამ ადამიანებს აქვს. ხშირ შემთხვევაში თქვენც ხედავდით რომ როგორი გულგატეხილობა და იმედიც კი აღარ აქვთ რომ ვინმე სოფელს მიხედავს. ეს მიდგომა არის შესაძლებელი და დღეს და ხვალინდელ ხელისუფლებას საზრუნავი ეს უნდა გქონდეს რომ სოფელში გააჩინოს მომავლის პერსპექტივა, გააჩინოს ის რომ სოფლის მოსახლემ, გლეხკაცმა, ფერმერმა თავისით მიიღოს შემოსავალი. ძალიან მნიშვნელოვანია ის პრობლემები, რაც სოფლად ცხოვრებ ადამიანებს აწუხებთ. უმთავრესი არის ის, რომ ეს ადამიანები რეალურად საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მოუმზადებლები არიან. ახალი მემარჯვენეები მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს პრობლემები მაქსიმალურად გამოამზეურო და მაქსიმალურად მივიტანოთ ხელისუფლებამდე, რათა ხელისუფლება ვაიძულოთ რეალური პროგრამები განახორციელოს. პროგრამები, რომელიც ამ ადამიანების თვის ნორმალური ცხოვრების პირობების შექმნას, ნორმალური შრომის პირობების შექმნაზე იქნება ორიენტირებული. გურიის თავისუფალი დემოკრატები ხელისუფლებას საგაზაფხულო სამუშაოებში მოსახლეობის დახმარებისკენ მოუწოდებენ. გურიის თავისუფალი დემოკრატების მორიგი ბრიფინგის თემა მოახლოებული საგაზაფხულო სამუშაოები გახლდათ. თემურ სალუქვაძის განცხადებით, 30 ლარიანი ვაუჩერები, რომლებიც მოსახლეობას ხელისუფლებამ დაურიგა, მორიგი პიარ აქციაა, რადგან ის მინიმალურადაც ვერ უზრუნველყოფს ხვნათესვის სამუშაოების ჩატარებას. ვაუჩერები არა მიზნობრივადაც არის დარიგებული და იგი იმ ოჯახებმაც მიიღეს, ვისაც საყანე ფართობები საერთოდ არ გააჩნიათ. თავისუფალი დემოკრატები ხელისუფლებას მოუწოდებს დროულად გამოძებნოს რესურსი, რათა მოსახლეობას საგაზაფხულო ხვნათესვის სამუშაოებში შეღავათი გაუწიოს. ეს ვაუჩერი არ დარიგებია იმ ადამიანებს, როგორც გააჟღერა ხელისუფლებამ. ეს დაურიგდა აბსოლუტურად ყველა და არა იმ ადამიანებს, რომლებიც მიბმული არიან მიწასთან და რომლებმაც ეს ვაუჩერები უნდა გამოვიყენონ მიწის დამუშავების მიმართულებით. ჩვენ მოვითხოვთ ხელისუფლებისგან ასეთ პირობებში ვალდებულია ეს ხელისუფლების მოვალეობა არის რომ დამატებითი სახსრები გამოიყოს რათა თვითონ მოსახლეს დაეხმარონ აი ამ საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებაში. ეს ძალიან ბევრი კუთხით შეიძლება ამ დახმარების გაწევა, ეს იქნება მექანიზმების საშუალებით, ეს იქნება საწვავის შეძენის ან შეხიდებით თუნდაც რაღაც საწვავის ღირებულებასთან. უამრავი ფორმით შეიძლება აი ამ მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა. ოზურგეთში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სოფლის მეურნეობის განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრმა ფერმერებისთვის სემინარი მოაწყო. ერთწლიანი და მრავალწლიანი ნერგების წარმოება და განვითარების პერსპექტივა. გახდათ სემინარის თემა, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა ოზურგეთელი ფერმერებისთვის გამართა. აღნიშნული სემინარი მიზნად უხარისხო ნერგების წარმოებისა და რეალიზაციის შეჩერებას, ასევე მოქმედი ფერმერებისთვის სწორი ინფორმაციისა და ნერგების გამოყვანის კუთხით მართებული რეკომენდაციების გაცემას ითვალისწინებდა. 5 საპრეზენტაციო თემა და ამდენივე წარმატებული ფერმერი გუშინ თავიანთ გამოცდილებებსა და რჩევას მოქმედ და დამწყებ ფერმერებს აცნობდნენ. გურული ვაზის ჯიშები და საკოლექციო ნაკვეთის მოწყობა.
პერსპექტიული ხილის ნერგების საძირკვლის შერჩევა, კივის პლანტაციის მოწყობა, ყნობის თავისებურებანი, მოზამთრე ერთწლიანი კულტურების წარმოება. ეს არასრული ჩამონათვალია იმ თემებისა, რომლებზედაც დარგის სპეციალისტებმა ვრცლად ისაუბრეს. მსგავსი სემინარები მუდმივ ხასიათს მიიღებს და ის პერმანენტულად გაიმართება და პრაქტიკული სწავლებებითაც გამყარდება. ჩვენი ამოცანა არის, რომ ის ცნობილი ენერგიები, რომელიც დღეს ჩვენ აქ გვაქვს მოყვანილი, მათ გავუკეთოთ, ასე ვთქვათ, რეკლამა, პოპულარიზაცია, საზოგადოებამ გახადოს ის, ასე ვთქვათ, მოთხოვნადი ჩვენი მეშვეობით და შესაბამისად ხარისხიანი ენერგიები იყოს ჩვენს ბაზარზე. ეს ყველანაირად ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას და ეკონომიკურადაც ჩვენი ფერმერები გაძლიერდებიან. გარდა მაგისა, პრაქტიკული მეცადინეობაც სტარტდება აქ, აი მაგალითად ახალი ჯიშების გამოყვანა როგორ ხდება, დამკნობა როგორ ხდება და ასე შემდეგ. ასე რომ ვფიქრობ, რომ ეს არის პირველი მცდელობა იმისა, რომ ჩვენ ყველამ ერთად უხარისხო ენერგიების წინააღმდეგ დავილაშქროთ. ფაქტები, რაზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ და გადავცეთ ჩვენს ფერმერებს, გაზდის მოსახლეობაში შემეცნებას, რა მიმართულებით, რა ძირითადი ვექტორით უნდა იფიქროს, იაზრონოს და შემდეგ პრაქტიკაში გამოიყენოს გურულმა ფერმერმა თუ გლეხმა. ეს იქნება პირველი ნაბიჯი, ჩემის აზრით, გურიაში ჯიშთა სისუფთავის მიმართულებით ნაბიჯს. ეს არის აუცილებელი, პლუს ამას მოყვეს უნდა აუცილებლად სანერგე მეურნეობების მოწყობა, რომლებიც ხარისხიანი სარგავი მასალის უზრუნველყოფას გააკეთებს და ჩემი სურვილი იქნება ეს მეურნეობები, სანერგე მეურნეობები დაფინანსდეს გრანტებით, რადგანაც ხელმისაწვდომი დარჩეს ყველა მეურნისთვის. ეს გახდა შემოგვაწესებული ბოლო ინფორმაცია. მე საუკეთესო სურვილებით მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ.